ისრაელში არსებული სოციალისტური პარტია რამდენი რაც არსებობს და რამდენი წლების შედგება. სამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. მინდა ვისაუბრო შემთხვევით და მივესალმო ქართლის ერების მოსახლეობას. უსურო ჯანმრთელობა და განძლეობა. ამ გარდამავალ პერიოდში ყველა ოჯახს გაუჭირდა და საჭირო გამოინახოს დროებითი შეგუების საშუალებები, რომ ემოციებს არაფერს ყველა ადამიანი და გაჭირვებიდან გამოსვლის გზები ეცილოს. მანამდე მოვა ხელისუფლებაში მემარცხენე ბლოკის მთავრობა სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობით. სოციალისტური პარტია საქართველოში შეიქმნა მეორე წელი, რომლის თავმჯდომარეც არის ვახტანგ ჩეულიშვილი, პარლამენტის წევრი, მაჟორიტარული დეპუტატების ასე დეპუტატი 85 კაცია ამ ფრაქციის თავმჯდომარეა. სოციალისტური პარტია მთელი ღონისძიებები გაატარა რესპუბლიკაში და საერთაშორისო მასშტაბში. მიმდინარე წელს ჩატარდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების მემარცხენე პარტიების თათბირი, რომელმაც შექმნა ასამბლეა და ასამბლეის თავმჯდომარედ აირჩიეს ვახტანგ ჩეულიშვილი. ასევე ჩატარდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების პარლამენტების სხდომა, რომელზეც ვახტანგ ჩეულიშვილი არჩეული იქნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ჩვენი პარტია სათანადო დახმარებას უწევს ადამიანებს, განსაკუთრებით მთიანი ზონის მოსახლეობას, ინვალიდებს, პენსიონერებს, შრომისუნაროებს, ობოლ ბავშვებს და მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე პარტია იბრძვის იმისათვის, რომ გაჭირებული მოსახლეობა თანატოლები რომ უმორებიდან გამოვიდეს. ყველასაც ცნობილია, რომ დღეს საბადო ეკონომიკის პირობებში კაპიტალისტური ცხოვრების წესის მიხედვით ყველაფერი თითქმის ფასიანია, მათ შორის სამედიცინო მომსახურება. მცირე გამაყლის გარდა. სოციალისტური პარტია თბილისში შექმნა უფასო სასწავლო სამედიცინო მომსახურება. ჩუღურეთის რაიონში, სხვა რაიონებში, ახლა მიმდინარეობს, რომ ყველა რაიონში შეიქმნას თბილისში და შემდეგ სხვა რაიონებში. რაც იმას ნიშნავს, რომ უფასოდ დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია გადაეხადოს კურნალობისათვის საფასური. პარტიის მიზანი დამოცანა არის ის, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოსახლეობა გაჭირვებიდან ჩქარა გამოიყენოს. პროგრამაც ასეთია და ტაქტიკაც და სტრატეგიაც. სოციალისტური პარტია საქართველოში შექმნა მემარცხენე ცენტრისტული ბლოკი, რომელშიც გაერთიანდა 17 პარტია. ამ ბლოკის მიზანი ამოცანა არის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს როგორც დამოუკიდებელ ბლოკმა და მიაღწიოს გამარჯვებას. მე მჯერავს, რომ მომავალ პარლამენტის არჩევნებში, რომელიც 2000 წელს გაიმართება 2 წლის შემდეგ, აიმარჯვებს მემარცხენე ცენტრისტული ბლოკის ბლოკი აიმარჯვებს. ვინაიდან ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყანაში, ხელისუფლების სათავეში სოციალისტური პარტიები და მემარცხენე პარტიები უდგანან. მათი ბლოკი, მათი საქმიანობით. ისინი წარმატებენ ამ ქვეყნების საქმიანობას. ამას წინათ ჩატარდა საფრანგეთში არჩევნები და მემარცხენე ბლოკმა სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა არჩევნებში. ანალოგიური შედეგებით დამთავრდა არჩევნები ინგლისში, ლეიბორისტები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. ასეთივე მდგომარეობა
ხეჭურის სათავეში არიან სოციალისტები, ბულგარეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. ვინაიდან დღეს ყველაზე მთავარი საკითხია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ადამიანებისათვის. აი ამ სოციალურ საკითხებს სწორედ სოციალისტური პარტიები უდგანან სათავეში. თვითონ სოციალისტური ამას ნიშნავს საერთო სახელმწიფოებრივი საზოგადოება, რომლის ამოცანაც არის სახელმწიფო საზოგადოების დედღობის მოტანა მოსახლეობისათვის. და ამ იქიდან გამომდინარე, არც აქვს უფლება სოციალისტურ პარტიას ჩვენთანაც ხვანას, რომ სხვა მიზეზს ემსახურებდეს თუ არა ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. რაც შეეხება რაიონულ ორგანიზაციის საქმიანობას, ჯერ ერთი წელი არ არის, რაც შეიქმნა ქართლის რაიონში სოციალისტური პარტიის რაიონული ორგანიზაცია. 70 წევრია გაერთიანებული. მიმდინარეობს რიგების და აი ამას წინათურში ვიყავით და 15 ადამიანი შევიდა პარტიაში, ასევე სხვაგანაც მომზადებულია ხალხი, რომ პარტიაში გაერთიანდეს. ყველგან საკრებულოებია, შეიქმნება პირადი ორგანიზაციები. ალბათ ამ წლის შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების საკანონმდებლო ორგანოები იქნება არჩეული და ამ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას ყველა პარტია და მათ შორის სოციალისტური პარტია. ჩვენ ვეცდებით, რომ არ დაუშვათ გაყალბების შემთხვევები არჩევნებში, წამოვყენოთ ჩვენ კანდიდატურებს და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სოციალისტური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვონ არჩევნებში. ჩვენი პარტიის მიზანი დამოცანა გითხარით და რაიონში თითო გაჭირებული მდგომარეობა არც ერთი საწარმო არ ამუშავებს, მოსახლეობა დაუსაქმებელია, დიდი რაოდენობა შრომისმიერი მოსახლეობისა გასულია რაიონის და რესპუბლიკის გარეთ სამუშაოდ. ადგილზე ახალგაზრდობა არაა და ვერ მუშაობს, სამუშაოს ვერ ნახულობს. პირდაპირ ვიტყვი, მოჯამაგირებთ რომ დოდეს კაც მუშაობა რაიონში ვერ ნახავს, სადმე რომ იმუშაოს. სამუშაოს არ არის ეს სამუშაო. და კაპიტალისტ ქვეყნებში კაპიტალისტები არიან, მეამულები არიან და იმის საშუალება მაინც გააჩნიათ, რომ იმათ ოჯახში, ეზოში, ნაკვეთში თუ ქარხანაში ფაბრიკაში იმუშაოს ხალხი. ჩვენ არც ისე გვაქვს, არც კაპიტალისტები გვყავს, სოციალისტური რაც იყო სახელმწიფო საკუთრებაც აღარ არის და გაიყიდა ყველაფერი და ისინიც ვერ ამუშავებენ საწარმოებს. და იქნებ ასეთი გაჭირებული მდგომარეობაში იყო რაიონის მოსახლეობა. ხოდა ჩვენი პარტიის მიზანია, რომ აი ეს დაუსაქმებელი ხალხი დაასწროს. იმით რომ ამუშავოს საწარმოები. ვიღაცებს არ აწვევთ დღეს რესპუბლიკაში, რომ ამუშავდეს საწარმოები, მათ შორის ჩვენს რაიონში. როგორც ჩანს, საზღვაო ქვეყნების ფირმებს არ აწვევთ და ჩვენთან ხელისუფლებიდან ზოგიერთ პირებს. ვინაიდან ადგილობრივი პროდუქცია რო გამოუშვათ, ხალხი დასახლდება, ხელფასაირებს, ჩვენ პროდუქციას იყიდეს, ხოდა კაპიტალისტ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია არ გაიგებს. აი ახლა აქედან გამომდინარე, ისინი არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენთან ამუშავდეს საწარმოები და ზოგიერთი ვინც ხელს იპოვს იქიდან შემოსული საქონლის რეალიზაციით, არც ისინი არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენი საწარმოები ამუშავდეს. აქედან გამომდინარე, გაყინულია რესპუბლიკაში საწარმოები, მათ შორის ქართლის რაიონშიც. ჩვენ კი მივაჩნია, რომ არ უნდა იყოს ყველაფერი კერძო საკუთრება, არც არ უნდა იყოს ისე, რომ ყველაფერი სახელმწიფო საკუთრება, რომელიც სოციალისტური პროექტების დროს ვთქვათ, მაშინ ყველაფერი სახელმწიფო საკუთრება ეყოდა. ეხლა კიდევ ყველაფერი კერძო საკუთრებაზე გადავიდა. სულ ყველაფერი გაყიდა სახელმწიფო. არ არის ეს სწორი. უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება, ჯგუფურიც, კოლექტიურიც, ინდივიდუალურიც და ყველა სახის საკუთრება, ვისაც რა როგორც შეუძლია, ისე იცხოვროს და იმუშაოს. ახლა ავიღოთ ჩვენ მომსახურება. სამედიცინო მომსახურება, გადავედით ასეთ მომსახურებას. ხალხს ხელფასი არ აქვს, უმუშავე ხალხია. ვინც მუშაობს, იმათაც 10-12 ლარი აქვს ხელფასი და როგორ უნდა იმკურნალოს, როგორ გადაეხადოს სამკურნალო მომსახურების ფასი და როგორ უნდა იყიდოს მედიკამენტი. ჩვენ პროგრამაში კი გვიწერია, გვექნება ჩვენ სამედიცინო მომსახურება ფასიანი,
ექნება სამეცნიერო მოსახურე უფასო. ვისაც უნდა ფასიანზე და აქვს საშუალება ფასიან მოსახურება, ვისაც არ აქვს საშუალება უფასო სამეცნიერო მოსახურება გაეცევა, ხოლო იმ მედიცინის მუშაკებს მიეცევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურება, როგორც ადრე იყო. ასევე სწავლის საკითხი. დიდი რაოდენობის ფასიანი სასწავლებელი გაიხსნა თითქმის ყველა რაიონში, ყველა სოფელში. მარტო სამედიცინო ინსტიტუტი გახსნილი 150 რესპუბლიკაში. ხო და ყველა სხვა ხანისაშუალება რომ იქ მივიდნენ და ისწავლდნენ ოჯახებს უჭირდა რამდენ ღირებულებას ვერ გადაიხდიან მეც პაციენტო სწავლების ღირებულებას ვერც კიდე ტრანსპორტია იქ ბინისკირა და ასე ხარჯებია. ამიტომ ჩვენ პროგრამაში გვიწერია რომ უნდა იყოს როგორც ფასიანი, ასე უფასო სასწავლებელი. ვისაც საშუალება ექნება, იმის მიხედვით ისწავლის. ასევე დანარჩენ საკითხებშიც ჩვენ ასეთი პროგრამა გვაქვს. რაიონის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი სასოფლო რაიონია მაინც ძირითადად და სოფლის მეურნეობაში გაჭირებული მდგომარეობაში პრობლემა მოსახლეობა. რაც გამოწვეული იმით, რომ ნაკვეთები გადაეცათ, მაგრამ მისი დამუშავების საშუალება არ გააჩნია. დიდი რაოდენობის ნაკვეთები მიტოვებულია, ხალხი ვერ აძლევს მის დამუშავებას. იქამდე მედის საქმეს, რომ საქმე მიწის გადასახადს ვერ იხდის მოსახლეობის ერთი ნაწილი. რაც შეეხება მეურნეობები, რომელიც ფორმულად არსებობს, რამდენიმე ჯგუფისთვის, რამდენიმე პირისათვის, სახელმწიფოს ისინი არაფერს აძლევენ, მოსახლეობას ისინი არაფერს არ აძლევენ, თუმცა საწარმოებენ ძირითადად მართლობას აწარმოებენ, ხიდიან იგივე კერძო ფასებში. და აი ახაც ასეთი უნდა გაკეთდეს დარეგულირდეს, რომელსაც შეუძლია იყოს მართლაც სახელმწიფოს მეურნეობა და ხალხის ინტერესების გამოხატვა და ხალხმა იმუშაოს იქ ხელფასით მიიღოს და სამუშაოს კონდეს. არც ის არის, თუ კერძო არის, მაშინ ეს მეურნეობა რა გვინდა, თუ მეურნეობები რა ხალხის კეთილობისათვის არავინ. იგივე მდგომარეობაშია დანარჩენი დარგები. კულტურა, განათლება, ჯანმრთელობა და სხვა დარგები. არავინ ყურადღებას არ აქცევს, იმიტომ რომ არავის საშუალება არ გააჩნია, სახელმწიფოს იმის საშუალება არ გააჩნია, რომ რაიონის სკოლა ან ააშენოს, ან გაარემონტოს, ან გზა გააკეთოს, ან ხიდი გააკეთოს, ან წყალსადენია დადგინოს, კომუნალურ მოსახლეობა თუ სხვა საკითხები და მოსახლეობას კიდე არაფერი გააჩნია. აქეთ გაიდან გამომდინარე ინგრევა სკოლები, ინგრევა კულტურის სახლები, ესაჭიროება შეკეთების სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ამის საშუალებები არ არის. ხო და აქედან გამომდინარე მოხალხეთა კავშირმა რო იტყვიან დაპირება ვერ შეასრულა. აი რომ დაპირდა ხალხს რომ მისცემდა 1 მილიონ სამუშაო ადგილს. მაგრამ სად მისცემდა სამუშაო ადგილს, როცა საწარმოები არ ამუშავა. შეიძლება აი იმას ლოზუნგს, მოხალხეთა კავშირის ლოზუნგს მივუწეროთ 1 მილიონი სამუშაო ადგილი საზღვარგარეთ. იმიტომ რომ ჩვენი ხალხი 1 მილიონი წასული საზღვარგარეთდა. ამ საუკუნის ბოლოს ალბათ 2 მილიონამდე აღარ. ყოველ დღე მიდის ხალხი ჩვენ რაიონიდან, სხვა რაიონიდან, რესპუბლიკის სხვადასხვა სამუშაო საძებნელად მეიდან აქ არ არის სამუშაო და ვერ პოულოს ვერ არის სამუშაოს. გინდათ აი ამდენ მოლე სასწავლებლები გაიხსნა და ამთავრებენ და ამთავრებენ კიდე მომავალში ახალგაზრდებს. საწარმოები რა სამუშაო ადგილები არა. იძულებული გახდებიან ყველა ისინი თუ რომ უმრავლესობა მაინც წავიდეს რესპუბლიკის გარეთ სამუშაოდ. აი ეს ამას ვერ არეგულირებს. აქედან გამომდინარე მოხალხეთა კავშირმა ავტორიტეტი დაკარგა მოსახლეობაში და ის დაპირება, რომელიც არჩევნებზე მისცა მოსახლეობას, არ სრულდება. აქედან გამომდინარე მივაჩნია რომ აი სოციალისტური პარტია, მემარცხენე პარტიები, რომლებიც ხალხის ინტერესების სადაროჟოზე დადგებიან, არჩევნებში ისინი გაიმარჯვებიან. რაც შეეხება რაიონულ ორგანიზაციას, ჩვენც ბევრი არაფერი გავკეთებია სატრაბახო, ახალი შექმნილია, ნაკროვანები გვაქვს, თერიქ საკითხები დავაყენეთ რაიონ გამგეობის წინაშე, ასევე დავაყენეთ რესპუბლიკური ორგანოების წინაშე თვით რჩეულიშვიდან ჩავიტანეთ მასალები არჩევნების ჩატარების წესის შესახებ, როგორ ჩატარდეს არჩევნები და საკანონმდებლო ორგანოები როგორ არის არჩეული. და სხვა საკითხები,
რომელსაც ჩვენ ზედიზაქეთ რეკომენდაციებს. პარტიებს არ აქვს უფლება სამეურნეო საქმეში შეერგოს ხელისუფლებას, ამასვე ხელისუფლებასთან რაიმე კონფლიქტში იყოს. რეკომენდაციებს, უფლებას რეკომენდაციებს დააყენოს საკითხებს დააყენოს და მე ხელისუფლებამ დაწყვეტოს ის საკითხები. ვეცდებით, რომ მომავალში გააუმჯობესოთ მუშაობა. მოსახლეობას კიდევ მოუწოდოთ აწონდაწონოს, როდესაც დგას საკითხი, რომელ პარტიაში შევიდეს, ან რომელ პარტიას მისცეს ხმა. არავინ არ აძალებს, არც არავინ არ იწორებს, რომ შეიძლება დაძალების ფორმა. ისიც იყო მცდელობების თავის დროზე არჩევნებს. რომ მართლაც და ჩვენც ვიყოთ დემოკრატიის მაღალ დონეზე და დემოკრატიული არჩევნებით ჩავატაროთ. და არავის თქმით, არავის ზეგავლენით არ მივიდეთ საარჩევნო პუნქტთან. უხერხულია. როდესაც ადამიანს არ აქვს თავისი მე და მიზანი გადაწყვეტილი და ისე მიდის საარჩევნო პუნქტთან და ისე უჭერს მხარს ან კიდე საერთოდ ცხადდება არჩევნებს. ეს უნდა იცოდეს ყველა ამორჩევნო, ვინც არ მიიღოს საარჩევნო პუნქტთან და არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობას, ეს აწყვეტს ხელისუფლებას. ადგილად მე იმის ბიულეტენს და თვითონ გამოიყენოს, თვითონ ჩაუშვებს პუნქტში იმის სასაგებლოდ, ვისი არჩევას სურს. აი ეს ასეთი ფაქტები იყო ამ წინა არჩევნებზე. და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ გამოცხადეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და თავისი ნება გამოხატოს. ბოლოს თუ დემოკრატია და დემოკრატიული წყობილება არის, ყველამ თავისი უფლება მოვალეობა უნდა შეასრულოს ამ წყობილების დროს. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი მიზანი გამოცანა არის მომავალში სოციალისტური პარტია თავისი მემარცხენე ბლოკით მოვიდეს ხელისუფლების სათავეში არჩევნების გზით და ის პროგრამა, რაც აქვს დასახული, შეასრულოს და ხალხი რაც შეიძლება გაიგონოს არჩევნებიდან.